მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ხერხემლის პათოლოგიებზე, კონკრეტულად კი თიაქარზე, კონკრეტულად მათთა შორის დისკის თიაქარზე და პროტროზიებზე. ზოგადად თიაქარი არსებობს როგორც მათთა შორის, ისე მუცლის, საზარდულის და თიაქარი გულის ხმობს, თავის თავში მოიცავს, რომ ერთი ქსოვილის აღრევას მეორე ქსოვილში. პათოლოგიაა რა და შესაბამისად ამ პათოლოგიას ჭირდება გააჩნია რა დონეზეა განვითარებული, ჭირდება სხვადასხვა სახის მკურნალობა რა. დღეს ვისაუბრებ მათთა შორისი დისკის თიაქარზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ყურე მალე ხერხემალი ხო შედგება მალებისაგან 32-33 მალისგან. ეს მალები ერთმანეთს აკავშირებს დისკი, რომელიც არის შედარებით რბილი და რომელიც გვეხმარება, რომ ამ სახსარმა იმოძრაოს. ხერხემლის სახსარს ვიცით, რომ შედარებით შეზღუდული მოძრაობა ხასიათებს, მაგრამ მაინც მოძრაობს ის, ხო? ზოგადად თიაქარი ხშირი არის როგორც მოვარჯიშეებში, განსაკუთრებით მოვარჯიშეებში, იქიდან გამომდინარე, რომ მძიმე წონებთან გვიწევს ურთიერთობა, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თიაქარი. პროტროზია კი ეს არის თიაქრის წინარე პერიოდი, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პროტროზია უფრო მეტად იწოვდეს ტკივილს და უფრო მეტად ახდენდეს კომპრესიას, ნერვის, რაც შესაბამისად ტკივილში გამოისახება, ვიდრე თიაქარი რა. წელის მიდამოში ყველაზე ხშირია ხოლმე თიაქარი, ვიდრე ხერხემლის სხვა მიდამოში რა. ირადიაცია ახასიათებს და ხშირად დუნდულაზე გადააქვს და ხშირად ასევე წვივზე გადააქვს და ანუ ფეხზე გადააქვს რა, ან მარჯვენა მხარეს, ან მარცხენა მხარეს. ექიმთან რომ მიხვიდე, ხშირ შემთხვევაში ძირითადად ექიმები გეუბნებიან, რომ არ შეიძლება ვარჯიში, არ შეიძლება ფიზიკური დატვირთვა, არ შეიძლება წონების აწევა, რაც არასწორია და გეტყვით მაგასაც რატო არის არასწორი. ჩემ შემთხვევაში მე პირდაპირ მივედი და MRT გადავიღე, მაგნიტორეზონანსური ტომოგრაფია, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩანს თიაქარი, არც რენტგენზე, არც ტომოგრაფიაზე არა ჩანს. აღმომაჩნდა თიაქარი, ისედაც ვიცოდი რომ მქონდა, აღმომაჩნდა თიაქარი და პროტროზიები და მე უკვე რაგბისტი ძმაკაცი მყავს, რომელსაც ასევე თიაქრები ჰქონდა და რეაბილიტაციას გადიოდა თავის მეგობრებთან და მეც მივედი იქ დაახლოებით 1 თვე ვიარე და იქ რა ვარჯიშებიც ვაკეთე, ამ ვარჯიშის მეთოდს ქვია ბუბნოვსკი, ექიმი იყო და ბუბნოვსკის მეთოდით ვარჯიშებს ეძახიან და ამ ტიპით რეაბილიტაციას ატარებენ ძალიან ბევრ სარეაბილიტაციო ცენტრში დღეს საქართველოში. კონკრეტულად კი მესაც დავდიოდი შედარებით იაფიღიდან, მაგრამ პროცედურები და პროცედურულად ზუსტად იგივეს აკეთებ, რასაც სხვა სარეაბილიტაციოებში, გაწელვით ვარჯიშებს აკეთებ რა, რაც ჭირდება შენს ხერხემას. და არა მხოლოდ თიაქრის შემთხვევაში, ზოგადად ნებისმიერი ხერხემლის პათოლოგიის შემთხვევაში, სკოლიოზი, ლორდოზი მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი ხერხემლის პათოლოგიის შემთხვევაში ამ ვარჯიშებს აკეთებინებენ, ძირითადად რაღაცა მინიმალური განსხვავებები არის, მაგრამ ძირითადად ჩონჩხი, ვარჯიშებისა არის ერთი და იგივე. რაც ემსახურება იმას, რომ ეს ხერხემლის დამჭერი კუნთების ვარჯიშები, ოღონდ ვარჯიშები ისეთნაირად, რომ გაწელვით პოზიციაში. ამიტომ დღეს ამ ვიდეოში გაჩვენეთ ამ ვარჯიშებს, მეც გავაკეთებ. ვერ გეტყვით, რომ მაინც და მაინც გაიმეოროთ ერთ-ერთში, იმიტომ რომ რამდენად სწორად გამოგივათ, მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ შემიძლია გითხრათ მისამართი, შემიძლია გითხრათ იმ ადამიანების პროფესიონალების ნომერი მოგცეთ, სადაც მე ვიარე 1 თვე, მე თხანს გაგზელება ფიზიკურად ვერ შევძელი და დიდი სიამოვნებით გავაგზელებდი და სადაც ჩემმა ძმაკაცმა ვისმა მივიყვანა, რამოდენიმე თვეი არა, კისრის მალების თიაქარი ქონდა კისრის მალებზე. რაგბისტია და შერკინება რო უწევთ, მსგავს პოზიციაში უწევს სამაში. და შესაბამისად კისრის თიაქარი მაგ პოზიციაში ძალიან ხშირი აქვს და ძალიან აწუხებდა ერთკვირი და ეხლა თითქმის არ აწუხებს და ძალიან ჩვეულებრივ თამაშობს რა. ისე რომ ამ ტრავმის პრობლემა ეხლა არ აწუხებს. ეს არის უბოროტესი ადამიანი ხალხო. ამინო გინდა გაგასინჯო? რატო? საიდან და მქონდა? არა, შებანძო შენ, აზე არა ხარ. დაგალევინო? არ მინდა. ხალხო უფასოდ ვაძლევ რაღაცას, არ უნდა, მავარჯიშე მეთქი არ უნდა. აკო რა გინდა?
ველები იყო. დატრიალო ეს ველი რაღაცები. ახლებს მიღებ? ტელეფონი ხო? აპატიეთ, ხალხო. სუმავწყება რომ მუსიკები აღარ აჩერთული. მაპატიეთ ჩემი ნერვოზული ხასიათი გენეტიკურად გადმომეცა, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვები. ხა მოვარჯიშებ თუ არა? გადამიღე რა ვიდეოები.
ხერხემლის თიაქარს, ანუ მართაშორისი დისკის თიაქარს ახასიათებს ძალიან ცუდი ტკივილები რა. იქიდან გამომდინარე, რომ მართაშორისი დისკი იყოლებს ხოლმე ხშირად მართაშორის ჩვენ ვიცით რომ გადის ნერვები და სწორედ ამ ნერვებს იყოლებს და ხშირად თუ წელის არეში გვაქვს ხოლმე ხშირად ეს თიაქარი, წელის არეში ხდება ყველაზე ხშირად და ყველაზე მარტივად მან აღმოჩნდება ხოლმე ეს პრობლემა და სწორედ ამის გამო წელის არედან გამოდის ზუსტად ფეხის მაინერვირებელი ნერვი და შესაბამისად ფეხზე გადაგვდის ხოლმე ეს ტკივილი. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ტკივილის გამომწვევი არის ხოლმე არა მხოლოდ მართაშორისი დისკის თიაქარი, რომელიც აწვება ნერვს, არამედ შეიძლება იყოს ეს უბრალოდ კუნთების სპაზმი. და თუ ეს არის მართაშორისი დისკი, რა ხდება ამ შემთხვევაში? ხშირად მართაშორისი დისკის თიაქრის დროს, როდესაც შორს წასული არის ეს თიაქარი, როდესაც ჩაყოლილი აქვს ნერვი და ძალიან მტკივნეულია, გაუცაცვლისი ტკივილები ახასიათებს, გვირჩევენ ხოლმე რომ გავიკეთოთ ქირურგიული ჩარევა. ანუ ოპერაცია გავიკეთოთ რა. მაგრამ ოპერაცია ძალიან საბოლოო გამოსავალია რა. ოპერაცია კარგად ჩაივლის თუ არა 50-50-ზეა. თუ კარგად ჩაიარა, მე შენ ფიზიკურად ვეღარ შეძლებ სიმძიმეების აწევას. ანუ 3 და 5 კილოზე მეც ვეღარ აწევ. ასევე ხშირი არის რეციდივი, ანუ ამ თიაქრის თავიდან გამოზრდა ისევ რა. ამიტომ მაინც არ გიშევთ რომ მალევე მიიღოთ ამის გადაწყვეტილება რომ ქირურგიული ჩარევა მოახდინოთ. ძალიან კარგი ვარიანტი არის, ყველაზე კარგი ვარიანტი არის ვარჯიში რა. ანუ ექიმები ხშირ შემთხვევაში გირჩევენ რომ არ ივარჯიშოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით უნდა ივარჯიშოთ, სულ აქტიურად უნდა იყოთ, ფიზიკურად უნდა იტვირთებოდეთ. მე არ ვამბობ მაინც ჰორიზონტალურ დატვირთვაზე, სადაც ხერხემლის კომპრესია ხდება და სადაც კიდე შეიძლება გაუარესდეს ეს პრობლემა რა. იმიტომ რომ შესაბამისი ვარჯიშები ჭირდება. ჩვეულებრივ შემთხვევაში, ანუ ვარჯიშის პერიოდში ეს ხერხემლის შორის კუნთები, ხერხემლის დამჭერელი კუნთები, ხერხემლის გამშრელი კუნთები ტონუსში მოდის, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კორსეტი შეიქმნას და ხერხემალი კიდევ უფრო მყარი იყოს და კიდევ უფრო მყარად დაიჭიროს ჩვენმა კუნთებმა, ტონუსში მოყვანილმა კუნთებმა. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ ტკივილებმა შეგვაწუხოს ან რეციდივი მოხდეს, იქნება იშვიათი. მაგრამ ზოგადად თიაქარი ვის შეიძლება დაემართოს რა? გარდა სპორტსმენებისა, თიაქარი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს დაემართოს რა. და ეს არ არის მხოლოდ სიმძიმის აწევა. შეიძლება ვიღაცა უბრალოდ დაიხაროს და მაგ დროს დაემართოს თიაქარი. იმიტომ რომ შეიძლება ეს გენეტიკურად წინასწარ გაწყობაც იყოს, რომ მაღალი ალბათობა ქონდეს იმისა, რომ თიაქარი დაგემართოს. ასევე რაც უფრო მეტად გვემატება ასაკი, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ თიაქარი ქონდეს. ვიღაცა შეიძლება თიაქარი ქონდეს და ეს საერთოდ არ გამოვლინდეს, ანუ შენ არ გაწუხებდეს რა. და გამოვლინდეს თქვათ რაღაცა ცუდად მოუხერხებლად გააკეთე, ცუდად აწიე რაღაცა, ან მოუხერხებლად დაიხარე, მაგ შემთხვევაში გამოვლინდეს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ თიაქარი განგივითარდა კონკრეტულად მაგ პერიოდში. შეიძლება თიაქარი შენ მანამდე ქონდა, უბრალოდ თავი იჩინა მაგ დროს. ადინამიური ცხოვრებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ადამიანის ხერხემლის კუნთები, ხერხემლის გამშრელი, ხერხემლის დამჭერი კუნთები ქონდეს მოდუნებული და შესაბამისად თიაქრის ალბათობა უფრო დიდია. ამიტომ თიაქრის მკურნალობა ყველაზე კარგი ვარიანტი არის ვარჯიში. ან უნდა შეწყვიტო ფიზიკური აქტივობა, რაც არ უნდა ძალიან გტკიოდეს. ასევე ხშირად ვიკეთებდი ხოლმე ტკივილები რომ მქონდა ბლოკიუმ B12-ს, ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატია, ნემსია, ანოდინდუალი სახელით შეიძლება იცნობდეთ. ინფექციის საწინააღმდეგო სტეროიდული საშუალება, რომელიც რეალურად კი მოქმედებს, გიყუჩებს ტკივილს, მაგრამ ამის კეთების პერიოდში შენ რომ იგივე ვარჯიშები გააგრძელო მძიმე წონებით, მაგალითად შეიძლება ტკივილი ვერ იგრძნო, მაგრამ ხერხემლისთვის ეს უარესი იყოს და ძალიან სავალალოდ დასრულდეს ეს ყველაფერი. ეგ არის ვიდეო ჩავიწერე ვარჯიშების განახეთ, როგორც კი გითხარით, ამ ვარჯიშებს იყენებენ სარეაბილიტაციო ცენტრებში. კარგად იყავით.